45 სოფელი წაიღეს ისე რომ ხმა არ ამოუღიათ 2012 წლის შემდეგ. ჩუმად მოღალატეობრივად რუსულმა პარტიამ ჩემო მეგობრებო უნდა იცოდეთ, ჩემო ქართველებო, ჩემო დებო და ჩემო ძმებო. 45 სოფელი წაიღეს ისე რომ ხმა გინახიათ რომ კობახიძე წუხს რო სოფელი წაიღეს 1, 2, 3, 10, 15, ხმას არ იღებენ. გინახავთ რომ აი გინტური რომ მოკლეს 2008 წლის ომის მონაწილე პატრიოტი კაცი რატო მოკლეს რომ ლომისას კარი ოკუპანტმა ჩაკეტა ამან გააღო ეს არის ქართული რომ ჩვენ ესეთი ვაშკაციერი ვართ რომ ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს დავიცავთ ამაზე მიგვითითებენ რომ ამას როგორც იტყვით თქვენ პროვოკატორები ხართ თქვენ ომი გინდათ ყველას ვინც თურმე ვიტყვით რომ ლომისას კარი არ უნდა აიჭედოს პროვოკატორი ხარ როგორც კი ამას იტყვით წარმოიდგინეთ ყველაფერი პატრიოტული გვიტრიალებენ უკან და ასე ვთქვათ უკუღმა პროპაგანდირებენ ესე იგი არ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე იგივეს აბსოლუტურად სხვა ლექსიკით მოვიდნენ თქვენ იმაში რა ქვია სიტყვაში რო თქვით გელათი ხო დანგრევის პირას არის გელათი და მეცაც გეტყვით ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი შვილისთვის სვეტი ცხოველი დაკეტა ხალხო ეგ შეიძლება მაშინ კიდე პოლიტიკურად მართლა ცაში იყვნენ და კიდე ხალხი არ უყურებდა გაიხსენეთ ჩემო ძვირფასებო საქართველოში ეგ არ უკადრია არავის სვეტი ცხოველი როგორც აიღო ბიძინა ივანიშვილმა და საკუთარი დუქანი დაკეტა მისი შვილისთვის ეგ ვინმეს გაუკეთებია გაუბედავს თავში ეგეთ რამე ვინმეს გაუველვებია გელათთან დაკავშირებით გელათი რო ინგრევა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი იდენტობა ამასთან დაკავშირებით პასუხი არ უნდა აგონ ამათ ჯვრის მონასტერი გელათი და აგერ ჯვრის მონასტერში თბილისიდან იმაში 5 კილომეტრში ინგრევა